მოდით ნასტია, ჯერ თქვენგან დავიწყოთ, რადგან თქვენ ხართ ამ ინიციატივის დამფუძნებელი, რატომ დაიწყეთ ეს? დავიწყე ჩემი ქალიშვილის გამო, უბრალოდ ძალიან მიტაცებდა ტექნოლოგიები. მე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ვარ და ფიქრობ, ძალიან საინტერესო და მაგარია რაღაცების შექმნა. ტექნოლოგია ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ამაში დაგეხმარება. მინდოდა რომ მასაც ეგრძნო ეს გრძნობა და შეექმნა რაღაცები. ამიტომ მივიწვიე ერთ-ერთ კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილზე. მან მითხრა, დედა, იცი, იქ ყველა ბიჭია და ისინი ჩემზე ბევრად უფროსები არიან. არ მინდა იქ წასვა. ვიგებდი მას, მაგრამ ეს პასუხი არ მივიღე. ამიტომ ვუთხარი, კარგი, წამოიყვანე შენი 5 მეგობარი. მოდით, კომპიუტერის გაკვეთილები სახლში დავიწყოთ. და ეს მართლაც გადაიქცა უზარმაზარ საზოგადოებად 10000 წევრი. და ეხლა შენზეც გადავიდეთ, გალია, რადგან შენს ალისკოტში მაშინ მოხვედი, როცა 9 წლის იყავი. ეხლა თითქმის 17 წლის ხარ და ერთ-ერთი ინსტრუქტორი ხარ. მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ ალისკოტში. თავდაპირველად ძალიან ბევრი ინფორმაცია მაკლდა. არც კი ვიცოდი, როგორ მომეძებნა რამე Google-ში, ისეთი მარტივი რაღაცაც კი. შემდეგ ალისკოტში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც ლექსიკის გამდიდრების მხრივ, ასევე ჩემი თვით დაჯერებულობის, ჩემი საკუთარი საფუძვლის შექმნის მხრივაც, რა თქმა უნდა, იმ საკითხებში, რაც ტექნოლოგიებს, ახალ ენებს და მსგავს უკავშირდება. და შენთვის ნასტია, მოდი ვისაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე, რადგან აშკარაა, რომ ის შეცვლის შენს პროგრამას. 10 წლის წინ ყველაფერი სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა, ვიდრე ახლა. სად ხედავ ცვლილებებს შენს პროგრამაში? ეხლა უფრო ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული, თუ ჯერ კიდევ პროგრამირებაა მთავარი საფუძველი? დიახ, სინამდვილეში ჩვენი მოხალისეების უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები არიან, ჩემსავით. ამიტომაც ჩვენი ყველა პროგრამა ძალიან დაკავშირებულია იმასთან, რაც ინდუსტრიაში ხდება. ამიტომ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში რამდენიმე წლის წინ შევედით. და როცა ChatGPT გამოჩნდა, ჩვენც დავიწყეთ უმცროსებთან მუშაობა, რომ მათაც შეძლონ ამის გაგება. ჩემი აზრით, ეს დამატებითი ინსტრუმენტია, რომელსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ასე არ არის. ჩვენ მასალებს არ ვყოფთ. თლიანად არ ცვლით. თქვენ მაინც გჭირდებათ კრიტიკული აზროვნება, პრობლემაზე ფიქრი და მისი გადაჭრა. თქვენ გჭირდებათ კრეატიულობა, გუნდური მუშაობა, ლიდერობა, ხო იცით. და ეს ყველაფერი არ შეიცვლება, ხო იცით. ამიტომაც ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის დამატებითი ინსტრუმენტია, რომელიც აძლიერებს თქვენს ტექნოლოგიურ უნარებს და ჩვენ სწავლობთ, მაგრამ ეს არ ყოფს სასწავლო პროგრამას. დიახ, სრულიად ასეა. და ხედავთ, რომ გოგონები, რომლებიც პროგრამაში ერთვებიან, ამ მიმართულებით ვითარდებიან და შემდეგ პროგრამისტებად ან ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეებად ყალიბდებიან. ჩვენი მთავარი იდეაა, რომ მივცეთ მათ საბაზისო პროფესიული ცოდნა, რომ მათ შეძლონ გადაწყვიტონ, რა სურთ ამით გააკეთონ. კარგი? არ ვფიქრობ, რომ 5 ან 10 წელიწადში იქნება პროფესიები ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე. უნდა იცოდე ტექნოლოგია და შეგიძლია იყო ტექნოლოგიის შემქმნელი ან მომხმარებელი. ჩვენ გვინდა, რომ ეს გოგონები იყვნენ შემქმნელები. ამიტომაც მონაწილეობენ ისინი კონკურსებში, ისინი მოდიან ინდუსტრიაში, მოდიან აკადემიაში და ასევე შეუძლიათ აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები. და გალია, შენთვის ბოლო კითხვა, თითქმის 17 წლის ხარ, ძალიან ჭკვიანი ხარ. ეხლა შენ შედიხარ მე-12 კლასში, ფიზიკასა და კიბერუსაფრთხოებაში. და ხარ მასწავლებელი ელისკოტში. ასე რომ, დიდ საქმეებს გააკეთებ, დარწმუნებული ვარ. მეც ასე ფიქრობ. რას ხედავ შენს მომავალში? რა გინდა რომ იყო, როცა გაიზრდები? როცა გავიზრდები, მინდა ვიყო რაღაც, რაც ტექნოლოგიურ სამყაროს უკავშირდება. ეს მართლაც საოცარი სამყაროა და მომწონს, როგორ იცვლება ხელოვნური ინტელექტი და ყველა ეს ტექნოლოგია. მართლა არ ვიცი, მაგრამ ეხლა შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი და უბრალოდ ის ვაკეთო, რაც მინდა, როგორც ეხლა ვაკეთებ. ეს მართლაც საოცარია, ალისკოდის და იმ ცოდნის გამო, რაც აქედან მივიღე, ხო?